სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა, რის თაყვანისცემის კვირას. სიტყვა მეორე. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზედა და ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და პოვოთ განსვენება ისულთა თქვენ. ვიცი როგორ გტვირთავთ ცხოვრება და შრომა, რა რიგ ჭირდებათ სიმშვიდე. ჩვენს მაცხოვართან გავეშუროთ, რომელიც მოგვიწოდებს. ერთადერთი ჭეშმარიტი და ნეტარი სიმშვიდე მისგან შევიმეცნოთ და შევიმოსოთ. უფლისაგან ვისწავლოთ თავმდაბლობა, რომელიც მან დაბადებისთანავე გამოაშკარავა, რამე თუ ბეთლემის ბაგაში ინება შობა. დავფიქრდეთ თუ როგორ დევნიდნენ მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჯერ კიდევ ჩვილი ეგვიპტეში გახიზნეს, რადგან ჰეროდეს მისი მოკლა სურდა. ნაზარეთის სინაგოგაში ჭეშმარიტების ქადაგების შემდეგ ხალხის ბრბომ იგი კლდის პირას მიიყვანა, რათა უფსკრულში გადაეჭეხა. საკუთარ თავზე ქადაგების გამო ებრაელებს არაერთხელ მოუმარჯვებიათ ხელში იესოს ჩასაფოლად გამზადებული ქვები. ოდესმე ამგვარი გაშმაგებით გდევნიდნენ. იფიქრეთ მასზე, რომელსაც ასე ხშირად შეურაცხყოფდნენ. მისზე მოქილიკეები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ იგი დიდებულ სასწაულებს ბოროტი ძალის დახმარებით აღასრულებდა. გაიხსენეთ ეს და ნახავთ, რა უბადრუკად და წვრილმანად მოგეჩვენებათ თქვენი მისამართით გაგონილი შეურაცხყოფა და ეჭვი. ბევრი დარდი გაქვთ და ვეღარ უძლებთ. სნეულება გტანჯავთ და სულ მდაბლობა გძლებთ. განა ჩვენს მაცხოვარზე არ ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავსდებად გვემულებასა. იმდენად უსაზღვროა უფლის თავმდაბლობა, რომ იგი უცოდველი ძეღმრთისა იოანე ნათლისმცემლის ხელთაგან აღსარებისა და ცოდვათა მიტევებისათვის მოინათლა, რათა ყოველი ჭეშმარიტება უნდა აღესრულებინა. ვისწავლოთ მისგან თავმდაბლობა, შევიყვაროთ და აღვასრულოთ ჭეშმარიტება. გამუდმებულმა შრომამ გადაგქანცა და დასვენება გწყურია. მაცხოვარი კი თავის მოციქულებთან ერთად განუწყვეტლივ შრომობდა. არასოდეს ისვენებდა და ხშირად საზრდოს მიღების დროც არ ჰქონდა. თქვენ საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვით ხართ დატვირთულები. ის კი უამრავ ხალხზე ზრუნავდა, რომელიც გვერდით მიჰყვებოდა და მისგან ღვთაებრივი მოძღვრების მოსმენასა და უამრავი სნეულის გამოჯანმრთელებას ელოდებოდა. თქვენ დასვენება გჭირდებათ, ის კი არასოდეს ისვენებდა. ზოგჯერ თავის მოწაფეებს გამოეყოფოდა, სადმე მაღალ მთაზე განცალკევდებოდა. ღამის სიჩუმეში სული რომ მოეთქვა და ლოცვითი ურთიერთობა ჰქონოდა მამასთან. ხშირად იღლებით. განა ის თქვენზე მეტად არ იქანცებოდა, როდესაც იერუსალიმიდან გალილეამდე ფეხით 200 ვერს გადიოდა. თქვენ წყენა, შეურაცხყოფა, პატივის შელახვა და სილის გაწნა მძიმედ გადაგაქვთ. გაიხსენეთ, როგორ გაკოჭეს იგი გეთსამანიის ბაღში. ავაზაკივით შეუკრეს ხელები. მღვდელმოძღვრის სახლში გამართულ სასამართლოზე მსახურებიც კი ბინძური ხელებით ურტყამდნენ ღვაწლებში და სახეში აფურთხებდნენ. სახეზე ჩამოფარებულს ჯოხს თავში სცემდნენ და დამცინავად უყიროდნენ. ვიწინასწარმეტყველე ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ? დაფიქრდით, თქვენი წყენები და შეურაცხყოფა ძეღმრთისას პატივის შელახვასთან შედარებით ისე უბადრუკად გამოიყურება, როგორც ქვიშის მარცვალი ცაში აჭრილ მთასთან. როდესაც ამას სიღრმისეულად გაიაზრებთ, თქვენი გულისწყრომა და აღშფოთება დაცხრება, ხოლო თქვენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს. გაიხსენეთ, როგორ უმოწყალოდ შოლტავდნენ მაცხოვარს რომაული მათრახით, რომელიც მას ხორცს აგლეჯდა. საკუთარი ჯვრის ზიდვისას როგორ ეცემოდა მისი სიმძიმის ქვეშ მოქცეული. უპირველესად კი სულიერი თვალები მუდამ მისი საშინელი ჯვრის, ჯვარცმისა და სისხლისაკენ ჰქონდეთ მიპყრობილი. სისხლი, რომელიც ჯვრიდან ნაკადულად მოედინებოდა და მიწას ალტობდა და რომელმაც კაცობრიობა ცოდვათაგან გარბანა. მუდამ გახსოვდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მაშინ მისივე წმინდა სიტყვების თანახმად
ყოდ განსვენებაი სულთა თქვენთაი ამინ. ერთმა შეგვაძლებინოს რომ მართლაც მარაჯამს გვახსოვდეს უფლის განვლილი გზა. ეს სიტყვა ალბათ ყველა თანამედროვე ადამიანს გვეხება, რომლებიც დენია და თუ ხმამაღლა არა გულში მაინც წუწუნებთ, რომ დავიღალეთ, ბევრი საქმე გვაქვს. და მართლაც რა კარგად შენიშნა წმინდა ლუკამ, რომ ჩვენ რაში ვიღლებით? საკუთარ თავზე ზრუნვაში, ძირითადად. მაქსიმუმ თუ დავიღალეთ ოჯახისთვის. ეს ალბათ მაქსიმუმი, ამაზე ზემოთ მეგობრებს თუ შევწვით, უკვე იმდენად დიდ კაცად მიგვაჩნია ხოლმე თავი, რომ აი ქართული გამოთქმა როა ცაქვდარ და დედამიწა ქალამნად რომ არ ერგება. აი ესე დიდ ადამიანებად წარმოვიდგენთ ხოლმე თავს, თუ საკუთარ თავს, ოჯახს და მეგობრებზე ვზრუნავთ. და თან ოღონდ ყველას ამას ვამადლით ხოლმე. როგორ დავიღალეთ, როგორი დაქანცულები ვართ, რომ მეტი არ შეგვიძლია. როგორც კი ვიღაცა ცოტა უდიერად მოგვიხსენიებს, აი იმ ადამიანთაგან ვიზეთ ვზრუნავთ, როგორც ცეცხლად ვენთებით ხოლმე იმ წუთას და მზად ვართ, რომ გავანადგუროთ. აი წმინდა ლუკა იმიტომ არის წმინდა ლუკა, რომ აი ესეთ მარტივ რაღაცეებს შეუძლია, ასეთი მარტივი რაღაცები დაგვანახოს, რაოდენ შორსა ვართ იქიდან, რასაც ქრისტიანობა ჰქვია. როგორ ლამაზად ჩამოაყალიბა ჩვენთვის გასაგებად და როგორ დაგვეხმარა, რომ აი ამ განსაცდელებში ღირსეულად დავიჭიროთ ჩვენი თავი. როდესაც წუწუნი შემოგვეპარება კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი, როგორ დავამარცხოთ ის? ავიხსენოთ ჩვენი უფლის გზა, რომელსაც ჩვენსავით განა მრავალოთახიანი სახლები ქონდა მოწყობილი ულამაზესად. ცხელი და ცივი წყლით და გათბობით და მუხის კარფანჯრით და პარკეტით. არამედ სახლიც კი არ ქონდა, სადაც თავი მიედგეთ. აი ეს უნდა გავიხსენოთ ხოლმე და შეგვწყვება მე, როდესაც ვიტყვით, რომ დავიღალე. როდესაც შეურაცხყოფენ და ვერ ვიგებთ, როგორ უნდა ვაპატიოთ, უნდა გაგვახსენდეს, როგორც წმინდა ლუკამ გითხრა, ჩვენი უფალი, რომელსაც სახეში აფურთხებდნენ. ქვეყნიერების შემოქმედს. მას, ვინც სიტყვით თქვა და შეიქმნა ყველაფერი, არარაობიდან მოვიდა ყველაფერი მყოფობაში. მას სახეში აფურთხებდნენ, დასწინოდნენ და ის ხმას არ იღებდა. და ჩვენ კიდე ერთი მცირედი შეურაცხყოფის მოთმენა გვიჭირს. გვიჭირსთან როგორ გვიჭირს? შიგნიდან ვსყდებით პირდაპირ, ესე იგი ბოხმით. თუ პასუხი ვერ გავეცდით. ეს მარხვა ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დავფიქრდეთ მართლა რა გვინდა ამ ცხოვრებაში. აი ჩვენ წეღან ლოცვები რო იკითხებოდა ნეტარებებზე. ამ მარხვაში ხშირად ისმის ეს სიტყვები და მინდა თქვენი ყურადღებაც გავამახვილო. რომ ნაყოფი, რომელმაც წარწმიდა ადამი შვენიერი იყო სახილველათო და გემოზე განსაცდელად კარგი იყო დასანახად. მაგრამ სიკვდილი მოუტანა კაცობრიობას. ამ სიტყვებს, ამ აზრს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის განმავლობაში ხშირად გვიმეორებს. რატო? იმიტომ რომ დღესაც მშვენიერია ის ნაყოფი, რომელიც ღუპავს ადამიანს. დღესაც კარგად ჩანს დასანახად, მისაბაძად, ესე ვთქვათ, გასავლელად, იოლად ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ დღესაც იგივე სიკვდილს უქადის ადამიანს, რაც მაშინ სამოთხეში მოუტანა ჩვენს პირველ მშობლებს. მაგრამ გზა, რომელიც უფალმა გაიარა, ეს კი არ ჩანს ისე იოლად. აი ეს გზა კი ძალიან რთულად ჩანს. ეს გზა თვითონ რატო ინება უფალმა? ნახეთ, რამდენად დაიმდაბლა თავი უფალმა. ჩვენ ხო ძირითადად სამწუხაროდ ესე არ უნდა იყოს, მაგრამ ძირითადად ხო ისეთ რაღაცებს ვასწავლით ერთმანეთს, რაც ჩვენ თვითონ არ გაგვიგია.
ძირთად თქვენსი ვართ, მოდით ვაღიაროთ სიმართლე. ჩვენ არ ვისწავლია ჯერ არაფერი და სხვებს ვასწავლით ყველაფერს. ძირთად ესე ვართ, მაგრამ ნახეთ უფალმა ცნება ისე კი არ მოგცა, რომ თვითონ გაიარა ყველაფერი. აი დღეს წმინდა ლუკას სიტყვა რას ნიშნავს, ხო? თვითონ ყველაფერი გაიარა, თვითონ ყველაფერი პიროვნულად გამოცადა და ისე გითხრა. ანუ რომ გითხრა, რომ ერთ ლოყაში გაგარტყავენ, მეორე მიუშვირე, ისე კი არ გითხრა, რომ თვითონ ეს არ გაუგია. თვითონ ეს გამოცადა მთელი სიმძიმით. და ისე გითხრა. როდესაც გითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი, ისე კი არ გითხრა ჰაერზე. იმიტომ რომ კარგია, არა. თვითონ გააკეთა, ჯერ თვითონ თქვა, ჯვარზე გაკრულმა, მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რა სჭადიან და ასე გვასწავლა ჩვენ, თუ გიყვარდეს მტერი შენი. იყავით მოწყალენი, რო გითხრა, ესეც ესე, მთელი სახარების განმავლობაში შეხედეთ. თავმდაბალი იყავი, გვეუბნება, ესეც გვასწავლა, როგორ უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დღესაც იგივე არჩევანის წინაშე ვდგევართ ჩვენ ადამიანები ზოგადად, რომ დაუჯეროთ გველს, რომელიც გვეუბნება, რომ უფალს შურს ჩვენი და მას არ უნდა ჩვენი კეთილდღეობა. და იმიტომ გვთავაზობს ჯვრით სიარულს ამ ქვეყანაზე. თუ არ დაუჯერებთ ეშმაკს და ვიტყვით, რომ არა, ჩვენმა უფალმა, ჩვენმა შემოქმედმა ასე გითხრა და ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ. თუნდაც ეს მრავალი ჭირის მოთმენას უდრიდეს. ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თუ საკუთარ თავში არ მიიღო, 1000 წელი რომ მიაროს ეკლესიაში, მას არაფერი სარგებელი აქედან არ ექნება. ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. 1000 წელი რო იაროს ეკლესიაში. მერთმა შეგვაძლებინოს, გავმეორდები, რომ ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ავირჩიოთ ვიწრო გზა, რომელიც უფალმა გითხრა, რომ მიდის სასუფეველში. ეს არ არის იოლი, მაგრამ ღვთისწყალობით შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ამ გზაზე მან თვითონ გაიარა და თვითონვე დაგვეხმარება. ოღონდ თუ ჩვენ შევეცდებით, რომ სინანულით, მორჩილებით, თავმდაბლობით გავყვეთ და დაუჯეროთ მის ცნებებს. ერთმა დაგლოცო და გავყვეთ.